შემოგვერთდა ნაძალადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. დილომშვიდობისა მამა ირაკლი. დილომშვიდობისა. მოგესალმებით და გილოცავთ ყველას დღევანდელ დიდ დღესასწაულს. დღეს მოგეხსენებათ არის სრული მოხსენები თქვა კალენდარში როგორც არის ყოველთა წმინდათა საქართველოში წაემბულთა ღირსთა მამათა დედათა ხსენების დღე და შეგვეწევს მათი ლოცვა მადლი მეუხება ჩვენ ოჯახებს და სრულად საქართველოს. დიდი მადლობა ჩვენს დიდი სიყვარულით გილოცავთ მამა ირაკლი. საქართველოში წამებული ყველა წმინდანის ხსენების დღეს აღნიშნავთ, როგორც თავად ნახსენეთ. ღმერთისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს გადაცემაში. ბუნებრივია დღევანდელ დღეს ვეხმიანებით ჩვენი მთავარი სასაუბრო თემით. პირველ რიგში დღევანდელი დღე, რომ აღხსნათ მისი მნიშვნელობა, რამდენად მნიშვნელოვანი დღეა დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის და რატომ ვილოცავთ ამ დღეს ერთმანეთს მართლმადიდებელი ქრისტიანები. დიახ, უნდა ვიცოდეთ, რომ მადლობა ღმერთს პირველივე საუკუნიდან რა წამსაც მოციქულებმა იქადაგეს ჩვენს ქვეყანაში ქრისტეს სარწმუნოება და არსეს ეკლესიები. იქიდან მოყოლ 21 საუკუნე გავიდა და ფაქტიურად მადლობა უფალს, რომ როგორც გიორგი მთაწმინდელი შემდგომ ბრძანებს 10 საუკუნით დაახლოებით შემდეგ რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობია ეს აღარასცა და უარ გვიყვებეს არ და მიდრეკილდას ნათესავი ჩვენ არც მარჯვენა არ მარცხნივ ყოველდღე თვის დარჩა ერთგული ამ გზისა და რას გულისხმობ რომ ფაქტიურად საქართველოს ისტორია ეს არის საქართველოს ეკლესიის ისტორია და ამიტომაც კალენდარში შეტანილია დღევანდელი წმინდანების დღე განაპირობა დღევანდელი დღის დაწესება იმ ობიექტურ მიზეზმა რომ ფაქტიურად შეუძლებელია ჩამოთვალო ადამიანების სახელები და ასე რა თქმა უნდა შეუძლია ჩამოთვალო მათი ღვაწლი იმდენად დიდია, იმდენად ბევრია, ვინც აი პირველი საუკუნიდან მოყოლებული იღწოდა უფლის სარწმუნოებისათვის, უამრავ ადამიანი თავსდებდა ურჯულოვებთან ბრძოლაში სარწმუნოების დაცვისათვის, ამ სამშობლოს სიყვარულისთვის, ასე უამრავი ადამიანი მოღვაწეობდა მონასტრებში, კელიებში, განდეგილულ მოღვაწეობაში, ყველანაირი სფერო საქართველოში ცოცხლობდა და ცოცხალი ადგილსაც მადლობა ღმერთს, მრავალი ღირსი დედა, ღირსი მამა, რომელმაც სული განეწმინეს თავისი მოღვაწეობით და ამიტომ შეუძლებელია ეს სათითაო ჩამოთვალო თან ჩვენ არც გვაქვს ისტორიული წყაროები შემორჩენილი ბევრის და რატომაც თავისი ობიექტური ახსნა აქვს. უხსოვდა და მოყოლული მტერი როცა აუხრებდა ჩვენს ქვეყანას მიზანმიმართულად ანადგურებდა იგი საეკლესიო და საერო ჩანაწერებს. აქედანაც თვალსაჩინო ხდება თუ ვისგან იყო ეს აღძრული მტერი, რადგან იგი არ კმაყოფილებოდა მარტო გაძარცვით ეკლესია მონასტრებისა თუ სიწმინდების დატაცებით თუ სიმდიდრისა თუ ყველობით და ძალადობით მიზანმართულად ანადგურებდა ჩანაწერს. რატომ? ის იყო ეშმაკიდან აღზრული მტერი, რომ ეშმაკაც კარგად იცის, რომ ერს პიროვნებას, რომელსაც დაუკარგავ წარსულს არ ექნება ისტორია, მას არ ექნება მომავალი. და უამრავი ასეთი ჩანაწერები განადგურდა, თორე რა თქმა უნდა ჩვენი ერი ყოველთვის უფასებდა თავის მამულიშვილებს, თავდადებულ მოღვაწეებს, თავიანთ დამსახურებას, ინახავდა მათ ცხოვრებას. რადგან რეალურად მათმა ღვაწლმა მოვიყვანეთ ჩვენც აქამდე. მაგრამ განადგურდა მიუხედავად იმისა, რომ შემოგვცა ჰაგიოგრაფიული ძეგლები, შემოგვცა გარკვეული ისტორიული წყაროები და ცოტა პარადოქსია, მაგრამ სხვა ენაზე წარმოებული წყაროებსაც ჩვენ ვეყრდნობთ, მაგრამ მაინც შეუძლებელი და დიდია ეს მოცულთი, ამიტომ ეკლესიამ გადაწყვიტა და აიღო ეს სახე ნიმუშად ქართული წარმოშობის სახელები მამაკაცთა და დედაკაცთა, რომლებიც საერთოდ ქართული ისტორია ამ პერიოდში იხსმარებოდა, არქმევდნენ ადამიანებს და ამიტომ შედგა მათი საერთო მოსახსენებელი. და შეიძლება ბევრი მაიცო დღეს ძალიან ბევრი ქართველი წმინდანის ხსენების დღეც არის, ანგელოზის დღე, ასე რომ ვთქვათ. ესაგების შემთხვევით ულოცავ. აი კერძოდ ხა რა თქმა უნდა ჩვენ ახლა სოფიოს, გიორგის, ირაკლის არ გვაქვს მაგის როგორ ვთქვა ნაკლებობა, რომ საერთო დღეში ხო ჩვენი ხსენება, ცალკე არის ჩვენი წმინდანების ხსენება, მაგრამ არიან სახელები, რომლებიც მაგალითად გავრცელებულია საქართველოში ლევანი, ავთანდილი, ლაშა, გოჩა, ვთქვა, თეიმურაზი, ბექა ასე შემდეგ, რომელსაც ცალკე დღე არ აქვს წმინდანის. ამიტომ აი ეს კრებცეთა შეყვალი მათი სახელები დღევანდელ მოსახსენებაში ქალბატონები რუსუდანი, თინათი, ნესტანი, ძირძველი ქართველი სახელები დღეს კი ცოტა ნაკლებად არ ქმენ, მაგრამ მათი ხსენება არის დღეს და ამიტომ ულოცავთ ყველას და დღეს თლიანად აი ამ სეთ სახელების და ყველა ქართველების ანგელოზის დღეა, ვისაც ცალკე ფაქტურად წმინდანი არ აყავს. თუმცა მათ შორის იქნებოდნენ ირაკლების, გიორგების და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც განსაკუთრებით ეკლესიამ ეს დღე დააწესა, რომ არ დაჩნენ მოხსენების გარეშე ჩვენ დიდი წინაპრების კრებსითად და ანგელოზის დღის გარეშე დღევანდელი ქართველებიც. დიახ, წამებულ წმინდანებზე ვსაუბრობთ მამა ირაკლი და სამწუხაროდ ბევრი გვაქვს ასეთი ფაქტი ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღეს ღმერთის სიყვარულის გამო.
დღევანდელ რეალობაში საბედნიეროდ იგივე მსხვერპლშეწირვა აღარ გჭირდება, რომ ღმერთის მიმართ სიყვარული გამოვხატოთ და დავანახოთ საზოგადოებას. პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა დავინახოთ ეს სიყვარული ბუნებრივია ღმერთისა და მოყვასის მიმართ. როგორ გამოიხატება დღეს ღმერთის მიმართ სიყვარული? თანამედროვე ცხოვრებაში რა არის იმისათვის საჭირო, რომ გააკეთოს ადამიანმა ღმერთისა და მოყვასის სიყვარულისთვის? დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა არის. მოცულობით პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელ დროში განსხვავებულია სხვა კონტრაქტი აბსოლუტურად მაშინდელი მდგომარეობისა და იმის დაიმედება, რომ დღეს თქვათ ხლიანი მტერი არ გვებძვის, ასე არ მოგვიტანს ჩვენ სიკეთეს. უნდა ვთქვათ, რომ დღეს სხვა დროა არის ზედროული უფალი იესო ქრისტეს მოძღვრება, რომელმაც თავის წმინდა სიტყვებით გვასწავლა, რომ მოგვიწოდა ყველა ქრისტიანს, ყველას მოწაფეს უთხრა, რომ შეიყვარულნა უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა, ყოვლითა ძალითა, ყოვლითა გონებითა შენი და მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის. ეს მცნება და დავზენოთ უფალი აქვე ბრძანებს, რომ ესაა პირველ და უმთავრესი მცნება და ყოველი მცემა მასზე და დაშენებული არის. ანუ ის გვამდა, რომ ჩვენმა წინაპარმა, რომელცა ქრისტეს სახელის შესახებ შეიტყო მოციქულთა ქადაგებიდან, აი ესეთი სიყვარული გამოვლენა, ისე შეიყვარა მაცხოვარი და მისი მოძღვრება, ისე გაუხსნა გული, როგორც ილია შემდეგ იტყვის, რომ გული განიბნია, გაიღე ქათუნა გულზე აუშენა ტაძარი ღმერთს. მართლაც შეიყვარა ღმერთი ყოველთა გულითა თვისა, ყოველთა ძალითა თვისითა. და ამ სიყვარულმა სწორედ გააკეთა ის, რომ ჩვენ ყავს ამდენი თავდადებული მოწამე თუ ღირსეული მამულიშვილი. და იგივე ხდება დღეს ამ ცნებას და ამ უფლის სიტყვას არ გავავა და არასოდეს საერთოდ ქვეყანა წარხდებენ და უფლის სიტყვები არ წახდება და არ გადავა მოგეხსენებათ. ამიტომ დღესაც ჩვენ ყველას გვაქვს ამის საშუალება კი არა, ამის აუცილებლობა. რადგან რატომ იხოცებოდა ჩვენ წინაპარ, რატომ იბძოდა, რატომ ებძოდნენ, რომ გვეცილებოდა მტერი სწორედ ამ სარწმუნოებას. დღესაც არის სარწმუნოების დაცვის აუცილებლობა. დაცვა რა სჭირდება? თუ ჩვენ არ გადავასხვაფერებთ უფლის მოცემულ ჯულს, ჩვენ თუ მცნებებს დავიცავთ, კი არ დავარღვევთ, არამედ დავიცავთ და უფლის გზით ვივლით, ეს ძალიან დიდ სულიერ ბრძოლასთან დაკავშირებული და არა მარტო, არამედ ყოფიერთან, რადგან ისე ალბათ არასოდეს არ გამოცხადებულა თავისი სისავსით პავლე მოციქულის ნათქვამი გაფრთხილება ქრისტიანებისადმი, როგორც დღევანდელ დღეს, რას გულისხმობ, რომ პავლე მოციქული ქრისტიანებს გვაფრთხილებს, გვასწავლის, მოძღვრის, რომ მთელი ცხოვრება ქრისტიანს აქვს დაუსრულებელი ბრძოლა, სანამ უკანასკენ ამბავშვინავ, სანამ ცოცხალე ბრძოლა ამ სოფელთან, ბრძოლა საკუთარ ხორცთან და ბრძოლა ეშმაკთან. ეს ყველაფერი ხა ნუსულად ცხოვრობ დამეთანხმებით დღევანდელ დღეს თვალსაჩინოა, აი ეს უდიდესი ბრძოლა, უთანასწორო ბრძოლა ქრისტეს მიმართ, ასე შეიძლება თქვათ არც ერთ პერიოდში არ ყოფილა. ამიტომ დღესაც ბრძოლა არ აშენოს ქრისტეს, არ უნდა შეაშენოს ქრისტიანს და თავი ამოსავალი წერტილი რა არის, უნდა შევიყვაროთ ჩვენ უფალი ღმერთი ჩვენი, მთელი გულით, ჩვენი გონებით, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს ჩვენ დიდ მას, დიდ ძალას, დიდ უნარს იმისა, როგორც მოქონა წინაპრებისთვის, რომ ამ სარწმუნო დაცვისათვის შეიძლება მარტო დავთმოთ კი არა რიგითი სიამოვნებები თუ ხორცელი ნებები თუ სურვილები, არამედ კიდეც თავით გავწიროთ ჩვენი სიმტკიცის დაცვის გამო ქრისტიანობის სარწმუნოების კუთხით. დღევანდელ დღეს შეიძლება თავგანწირვას ესე პირდაპირ სიცოცხლის დათმობით არავინ არ გვემუქრება, ასე ვთქვათ, მაგრამ და არ გთხოვს, მაგრამ ძალიან რთული არის დღევანდელ დღეს ყოფა და ცხოვრება, მით უფრო მაშინ, როდესაც წინა პლანზე არის წამოწეული ადამიანის ბჭყალებში ჩასმული თავისუფლება, თავისუფლების ქვეშ ამოფარებული ძალიან ბევრი სხვა ქვეტექსტი, იგივე არაერთი ვთქვათ დამოკიდებულება საკუთარი სივრცის შესახებ, ინტერესების შესახებ და პატარაობიდან მოყოლებული კი ნამდვილად ასეა, უნდა ისწავლოს ყველამ თავისუფლების გააზრება, მაგრამ აქაც არის რა თქმა უნდა არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ გადაცემის მეშვეობით, რა არის ნამდვილი და სწორი გაგება თავისუფლებისა, ხო? და აი ამ ყველაფრის უკან საკმაოდ ბევრი რამ მიმალება და სამწუხაროდ ეს ცოდვებიც ისე ლამაზად არის შეფუთული, თითქოს მისაღები არის დღევანდელი ახალგაზრდობისათვის, რაც უფრო სამწუხარო არის თავისთავად. როგორ უნდა მოხდეს მამა ირაკლი ისე, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტად შევაგონოთ, ვთქვათ, დავანახოთ რეალური სახე თავისუფლებისა და ამ ყველა სხვა დანარჩენი ცოდვები, რაც ასე მომრავლდა დღევანდელ დღეს, განვფუთოთ და სრული სახე დავანახოთ, თუ რა საშიშროების წინაშე შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ. დიახ, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არის, ყველას გვაწუხებს და დავესესხებით ჩვენს უწმინდეს პატრიარქს, მის უწმინდესობას ილია მეორეს, რომელიც ძალიან დიდი წლების წინ არაერთგზის ეპისტოლეში მოგვიწოდებდა მის პირად ქადაგებებში, გვახსენებდა ქართველებს ჭეშმარიტად
მართლაც მეორე ილია, როგორც თავის პერიოდში ილია ჭავჭავაძემ გააკეთა, რომ სამი ღირებულება ქართველის ეს შენდობას ვითხოვს, შეიძლება გავკადნიერდე რაღაც ძალიან პატრიოტულად და ნაციონალისტურად არ გამომივიდეს, რომ მარტო ქართველისთვის ეს არის განსაკუთრებული ამხრივ. ჩვენ ისტორიას ღაღადებს, რომ პატრიარქი გვაუწყდა, რომ სამი ღირებულება უმთავრესად ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. თუ ეს სამი ღირებულება არ არის ადამიანის თვის უმაღლეს დონეზე აყვანილი, შემდეგ სხვა სფეროში, სხვა ბრძოლაში, სხვა ღირებულებში წარმატება მას ვერ ექნება, რომ გქონდეს ის ფასეული ვერ ექნება, მის სულის ხონებას ეს ვერაფერს არგებას ვერ მოუტანს. და ეს ღირებულება სამი რომ თავის სიმაღლეზე იდგეს და პიროვნებაში დიდი გავლა იქონიოს, ამაში მოღვაწეობაში სამი ინსტიტუტი უნდა იყოს ჩართული. აქვთ პატრიარქი მოძღვრავს, გვირჩევს, გვასწავლის, გვიხსნის დეტალურად აქვს მას არაერთხელ ეს ახსინ. ეს არის ოჯახი, ეკლესია და სკოლა, ანუ სასწავლო დაწესებულება. იქვე დაასწრეს პატრიარქი, შეგახსენებთ, რომ ამ სამი ინსტიტუტიდან თუ ერთ-ერთი მაინც თავდადებულად არ მოღვაწეობს ამ თემაზე, მაშინ შედეგი არ იქნება დამაკმაყოფილებელი. ნახეთ, თუნდაც და მე ხსნიდა პატრიარქი მაგალითებად, თუ ოჯახი შეიძლება იყოს მორწმუნე, მაგრამ თუ ის ეკლესიურად არ ცხოვრობს და ეკლესიაში ბავშვმა დაიწყოს არ აღიზარდა, მარტო ოჯახის ეს პატრიოტული სულისკვეთება მას ვერ მოუტანს დადების შედეგს. შეიძლება ორი ინსტიტუტი, ეკლესია, ოჯახი ამხრივ ცხოვრობდეს, ამხრივ უწოდეს, მაგრამ თუ მას ხელი არ შეუწყობს სწავლა-განათლების სისტემა, შედეგი არ იქნება. ამ დროსაც დამყოფილდები და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ნენელა ღვთისმადიდ უბრუნდებით აი ამ ჩვენ ძირძველ საწყისებს. ოჯახი არ არის სახები მდგომარეობა, მაგრამ ასე თუ ისე მადლობა ღმერთს არის იმედის მომცემი ქრისტიანული ოჯახები. შემოჩით მადლობა ღმერთს ძალიან ბევრი ეკლესიის მერევში ოჯახი დადიან, ეს არის უდიდესი სიხარული. და ცალკე პრობლემაა, როცა თქვა ერთი ოჯახის წევრი დადის და მე დრო უნდა სანამ მეორე მოვა თქვა ერთი მეუღლე, მერე შვილები. და არიან საკმაოდ მრავლად ოჯახებით ცხოვრობენ უკვე ეკლესიურად, რაც თავისთავად ნიშნავს, ისინი ოჯახში ლოცულობენ. რადგან თუ ადამიანი ქართულს ღმერთი წამს, მას აუცილებლად სამშობლოც უყვარს, რადგან შეუძლებელია, როგორც ქართულმა წინაპარმა წამოთქვა, როგორც ღმერთი უფალი ერთია ქვეყანაზე და ქართველისთვის ეს ამას მარტო ქართველი მიხვდა და ესე გამოთქვა დიდებულად. ოჯახშიც ამხრივ უნდა ცდილობდეს, იმედი გვაქვს ცდილობენ და მაგრამ ამას ვერ უწყობდა პირდაპირ დღეს სასწავლო დაწესებულების განათლების სისტემა და მადლობა აღმოჩნდა რომ ამხრივად დიდი ნაბიჯები გადაიდგა ბოლო პერიოდში და სკოლებში შევიდა ამხრივ განათლება ღირებულებით გადაც ესაუბრებიან მოსწავლეებს ღმერთს სამშობლოს პატრიოტულ სულისკვეთზე ძალიან კარგია და აუცილებლად ეს შედეგს გამოიღებს. და ცოტა პარადოქსია გვიკვირდა ჩვენს გულისკენ დაღვნიშნავდით რომ წარმოიდგინეთ თქვენ ეს ყველაფერი გარდა ერთ ინსტიტუტისა მოგვარებული იყო ათეისტურ პერიოდში ოჯახი და სკოლა. ბაღიდან იწყებოდა ჩვენს ეს პერიოდი, პოსტკომუნისტური პერიოდის შვილები გავედო ბაღში პირველ გაგვეკეთებდა პირველ ლექს გვასწავლდნენ სამშობლოში. ასევე სახლში სამშობლოზე, დედაზე, სკოლაშიც უამრავი ლექსები სამშობლოზე შევისწავლეთ, გაკვეთილები განათ თვითონ ეს პროგრამა დატვირთული იყო პატრიოტული თხზულებებით, ლექსებით, ოჯახიც, ასე ისე ყველა ქართული ადრესით, ხო ტრადიციით, მაგრამ თავარი მას ღერზე არ ქონა ეკლესიაზე დაფუძნებული და ორიენტირი და ამან ვერ მოიტანა შედეგის, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენი ქართველიერი იმსახურებს და მოელის ჩვენგან ღმერთი. ამიტომ აუცილებლად სამი ინსტიტუტი იყოს ამას ჩაბმული, თავდადებულად და პატრიარქი როგორ ბრძანებს, ისე კი არა რომ მოლეს მოხდის მიზნი და როგორც შემილია, როგორც თავდადებულად რომ შედეგი პიროვნება შედგეს ქართველი მართლმადიდებელი მორწმუნე. და თავისთავად ეს ყველაფერი შობს უკვე მოყვასის სიყვარულს, ხო თავისთავად რაც ჩვენი სასაუბრო თემა არის დღევანდელ დღეს. არ დაგვრჩის ყურადღების გარეშე მინდა ხაზი გაუსვა ქართველი ადამიანი, ქართველი ძალიან გამორჩეულ თვისებას, რომ აი ეს მოყვასის სიყვარული გაფორმած შემთხვევით რომ იბრძანა რომ გიყვარდეს უნდა მოყვასია ქართველისთვის ყველა, რადგან ღვთის ხატია, გამართოთ რასისა, სქესისა, გნევას ეთნიკური წარმომავლობისა და აი ქართველს შეეძლო მტრის სიყვარულიც კი. რა თქმა უნდა ჩვენ მრავალ თანასწორ ბრძოლაში მონაწილეობთ არაერთი ტერიში შემოგვდომია შეიძლება, მაგრამ ამას სიზულის როდი ქონდა ტექსტად და ქართველის სურვილი კი არ იყო პირი ყოველდღე ქართველს ზულდა და ეჯავრებოდა ნგრევა, სისხლი, პრობლემა თავის თავზე ქონა ეს გამოცდილი და სულ ამიტომაც იყო რომ სულ მშვიდობას უსვევდნენ ერთმანეთს მისცემის ფორმატაც კი, მაგრამ მას უწევდა თავდასვითი ბრძოლების წარმოება. თავდამსხმელი არასოდეს არ ყოფილა სხვისი არ მოძდა მას თავისი ახსნას თუ გვექემად რომ ვისაუბროთ, მაგრამ რას უსმევ ხას რომ მას მტერიც კი უყვარდა და აი ეთნიკური ნიშნით ქართველს არავინ არ შეუძულებია. ამიტომ უამრავ მაგალითები ქონდა ისტორიაში დღესაც გვაქვს. მაგალითად ჩვენს გარშემო
და ზოგადად ისტორიულადაც არც ერთ მეგობარი ჩვენ არ ყოლია, არც ერთ მორწმუნე, არც სხვა ჯურისპირ თუ მეტეს არ სტრატეგიული მოკავშირე. ყველა ჩვენი მტერი იყო და ყველა თავისი სისხლიანი კვალი დატოვა ჩვენს ისტორიაში. რომლებიც დღესაც ჩვენს გარშემო ცხოვრობენ, მაგრამ ეთნიკური ნიშნით ქართველს არავინ არ შეძულებია, არც დღეს. იყო ერთმა გვაშოროს პერიოდში ომის გადავიტანეთ, მაგრამ ეთნიკური ნიშნით აქ არავის ქვეყნის და ერის წარმომადგენლის არაფერი არ დაუშვი, იმიტომ რომ ამ ერის წარმომადგენელი იყო და ახერხებდა ქართველგაზე ოდითგავ მათთან ურთიერთობას, მეგობრობასაც, ვაჭრობას, თანაცხოვრებას, მშვიდობიანად ამ კუთხით ეთნიკურად მას ადამიანი არ შეუძლებია და ამიტომ ასე ეთნიკურად ადამიანი შეძული, იმიტომ რომ ის ჩვენ ისტორიული მტერია, ეს არ არის ქრისტიანული, ეს არ არის ქართველის წესი. თუ ბრძოლა თუ შეგვეცილება, როგორ არის შესანიშნავი ლექსში, რომ სამშობლოს არ ვისწავლოთ და ნუ შეგვეცილება. კი არა, შენ და ქართულ შეგვეცილებიან, მზად არ ქართულს პასუხი რიგით შესაძლოა გასცეს მტერს. ბოლო-ბოლო შეაგდეს მაინც. ასე იმის შიშით რომ ჩვენ რომელიმე მტერი დაგვეუფლება, დაგვამარცხებს, გადაგვაგვარებს და მოგვერევა ამის შიშით ეთნიკური სიძულის გაღვივება არ არის ქრისტიანული და არც ქართული წესი და იდენტობა. არასოდეს არ ყოფილა და იმიტომ. დიახ. მამა ირაკლი, როგორც ბრძანეთ, საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყოველთვის იყო და არის ბრძოლა მართლმადიდებლობის ქრისტიანობის წინააღმდეგ და სამწუხაროდ კიდევ იქნება ხომ სამომავლოდაც. თუმცა აი ეს არის სწორედ საკითხავი, სამწუხაროა თუ საბედნიერო, როდესაც არის ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და რა კუთხით. ეს რამდენად აძლიერებს მართლმადიდებელს საკუთარ წვენაში ჩამოყალიბების გზაზე, რამდენად გვიმარტივებს გზას იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტად დავიჯეროთ ქრისტეს არსებობის, ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის და საკუთარ წვენაში მყარად ვიყოთ. დიახ, ჩვენ გვავიწყდება სამწუხაროდ ძალიან მარტივ ჭეშმარიტება, არაფერი ადამიანის თავზე, არათუ ერის ქვეყნისთან, ჩვენნაირი ქვეყნის თავზე შემთხვევით არ მოიწევს და არც ვინმე სურვილით ან ვინმეს მანმონდომობით ღმერთისგან არის ან დაშვება, ნება, ან განგება ვიცით ხო? და ნებისმიერი პიროვნული ცხოვრება ჩვენ გამოგვიწია განსასწრები, როცა გვიწევა, ჩვენი ცოდვების შედეგია. განსასწრები არის კაცობრივი, მისი ფორმა, მისი სახეობა, მისი სირთულე. თუმცა ღმერთის გვეწევა გამოგვიყვანოს, ხო და დღეს როცა საუბრობთ, აი განსასწრელი არ მოვიდეს ქვეყანაზე რაღაც მუქარა გამოჩნდება ჰორიზონტზე რაღაცა არასახარები პერსპექტივები, ამის ქრისტიანს არ უნდა ეშინოდეს. ასეთი მიდგომა როცა ღმერთმა გვაშოროს, ყოველთვის ქრისტიანი განსასწრებში მოწენულში უკვე, არათუ მოწევნადში ღმერთს კი არ დანაშაულებდა ან მეფის ჩვენ ყოველთვის მეფე ყავდა საბედნიერო და მედია გვეყოლება მეფის პოლიტიკას კი არ განიკითხავდა, კი არ უწუნებდა, კი არ უჯანყდებოდა, კი არ უპირისპირდებოდა, კი არ ებუტებოდა, დობრაზებოდა, საკუთარ ცოდვებს მიაწერდა და ღრმას სინანულს ეძლეოდა. უკვე საშინელ განსასწრებელ დროსაც კი არასოდეს მას პირ არ მოbrunებიან, რატომ ღმერთო, რას ქვია ჩვენგან, ამას ვიმსახ ყოველთვის საკუთარ ცოდვებს ხედავ დღესაც პირობ ხშირად ისმის მორწმუნე საზოგადოებაში ძალიან წუხვარმეს კი ჩვენ ვცდილობთ ასევე ვფიქრობ მეც რომ ყველაფერი საკუთარ ცოდვების გამო მივიღოთ თუ უფალი დაუშვეს და არა ვინმეს რაღაცა და შესწომების გამო მაგრამ არ ისმის ესეთი სულისკვეთე პირიქით ჩვენ გვინდა რომ არავინ ჩვენ არ ვერჩოდეს ისევ ცხოვრობ თითქოს ისეთი ქრისტიანები და თითქოს ისეთი ქართველები ვართ რომ რას ქვია და განსასწრელი რას ქვია რომ ჩვენ ამ პრობლემას შეგვექმნას ამ ქვეყნიური ასე ეს არასწორი მიდგომა პირიქით უნდა დამდავდეთ ცოდვები მოვინანიოთ რომ ღმერთმა ეს განსასწრელი თქვა რომელშიც დღეს არის საქართველოს რაღაც კუთხით აღარ გავშნა ამ თემას უფრო ვარისგან გვიხსნას ღმერთმა და არა ასეთი სულისკვეთები და როცა ერი ინანიებდა როცა ერი მოექცეოდა ქრისტეს ჯულზე ხო საკვირველობა სწრაფად მოდიოდა ღვთისწყალობა და მოდიოდა ერის ხსნაც და ჩვენ რო ვაკვირდებით დღეს უნდა ვაღიაროთ რომ სამწუხაროდ ზეციური საქართველოს უფრო მეცაკეთებს ვიდრე მიწიერი საქართველოს და ქართველები ჩვენი მომავლის და ჩვენი ღვთიკურთხეული ქვეყნის და ამან უნდა შეგვაწყოს რო არა მართლაც უდიდესი მეოხება ღვთის ხშობლისა წმინდანთა ზეციური საქართველოს ფარულობისა ქართველები უკვე ძალიან დიდხანს აგებდა პასუხს თავისი ცოდვების და არა სათანადო სარწმუნოების გამო მაგრამ ეს გვიფარავს და რატომ უნდა გვავიწყდებოდეს მე არ ვიცი ამ ლოცვას აღვასრულებთ ჩვენ ქრისტიანები ყოველდღიური ძილის ლოცვებში მაგალითად ასევე არის მსახურებაში არაერთგზის მოხსენებული კვერექსში პარაკლისში როგორ ვედრით ნახეთ ღმერთს გვიხსენ ჩვენ ფალო ჩვენს და სამართად მოწევნული რისხვისაგან ანუ როგორ შეიძლება ჩვენ თქვა განახა ესეთი დიმიტრი გელოვანები ვართ რომ განსასწრელი რისხვას კი ვიმსახურებთ მაიდამე სულ წყალობას ეს არათანმდაბლური პირიქით ღმერთმა გვიხსნას რომ ჩვენ ისევ ცხოვრობთ სამწუხაროდ ჩვენი არასრულყოფილების გამო ქრისტეს წმენდისა სამშობლოს სიყვარულისა რომ ხოლმე განსასწრელი გვეკუთვნის და ეს თუ არ ხდება დღეს ეს არის დიდება უფალს ღვთისწყალო უფალი სუგზელად გვითმეს
გვზრდის, კიდევ გვასწავლის, რომ აგვაშოროს რამე განსასწრელი და ამას ჩვენ გაგებით რომ მოვეკიდოთ და სიმდაბლე და არა რაღაც ამბიციებით, რომ ეგა გვაკლია რაღაც ვიღაცამ აქ რამე გვაკადროს ან შევკადროს ისეთი ქართველებით. ეს რა თქმა უნდა არასწორი. და თითქოს მიღარებული გვაქვს მხოლოდ ღვთისმშობლისთვის, რომ რა ხალ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, აუცილებლად რა თქმა უნდა მისი შეწევნა ლოცვა და მფარველობა არ შორდება ჩვენს ქვეყანას და არ მოგვაკლოს ღმერთმა და დედა ღვთისმშობელმა, მაგრამ თავისთავად ამ ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოთ თავად ჩვენ, ხო, თუნდაც იგივე მოყვასის სიყვარულით, რომელიც დანაკლისიც არ უნდა გქონდეს წესით. დიახ, დღეს როცა ვსაუბრობთ, აი ჩვენ მოვალეობაც არის. შენდობას ვითხოვ, რომ მოუწოდოთ, როცა რამე პრობლემა, ხა ქართველი ადამიანი ემოციურია, ეს დიდი გავლენა აქვს მასმედიას, ეკრანს, შემდეგ კიდევ დანახულ პათოს გადმოდის ადამიანდება და ბევრი ფორიაქობს, სიმშვიდეს კარგავს, ნერვიულობს მომავალზე. ჩვენ ქვეყნის ის კარგია, მაგრამ სწორ ფორმაში რომელცა მოუწოდეთ ყოველ ლოცვისკენ და ლოცვას შევახსენეთ, თითქოს ამას არ იღებენ, რომ სულ ლოცვა რას მოგიტანს, სულ ლოცვა დავდგეს სულ ვილოცოთ. ჩვენ ლოცვით და ღვთისმადლით მოვით აქამდე არასოდეს მეგობარი არ ყოლია. ღვთისმადლით იყო ღვთისმშობლის მევახებით, რომ ჩვენს დიდ წინაპარ მეფებს ასეთ საოცარ გამარჯვებას ავლენ და მეტი და აღაგდა ნიშნავენ წინა გიორგი გვერდი ბრძოდა. თორგანა თუ არაკდა ქართლის ვაჟკაცობა საბრძოლო ხელოვნ, მაგრამ ამით უთანასწორ ბრძოლაში 1-10 რაც გახდებოდი და ლოცვის უარყოფა არ შეიძლება. და ლოცვა მარტო ღვთისმშობლის იმედ დატყოფნაც არ შეიძლება. ეს გარანტია კი არა, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა აქმები წინასწარმეტყველებები და ღვთისმშობლის მეუღება უფლის დაპირება, მაგრამ ამისთვის ჩვენ ხელი არ გაძლეს, არ მოგვიჭრას კაც. ჩვენ chcევთ ხომ არ უნდა განვარისხოთ აი. ნახეთ აი ლოცვის და ლოცვაზე ჩვენი თავარი დიდი ძალა ფარია. მახვილია ზედმოწმ ინტერესზე და დასაცავი ფარია სარწმუნოების შემცირებისთვის, ხო? რას გულისხმობ, რომ ნახეთ აი ლოცვის სიტყვები სამწუხაროდ ჩვენ არ, იმიტომაც არ გვაქვს ლოცვის იმედი, რომ ალბათ არც ულოცულობთ, ალბათ არც უკვირდებით. რაც ეგან ფრაზა მოვიყვანე და იგივე სულ ხშირად მახსენდება ხოლმე რომ როგორ არის ღვთისმშობლის ერთ-ერთ ტროპაში რომ სახიერებისა წყარო ხარ შენ არის კიდევაც წყალობასა შენსა ღირს მყვენ ღვთისმშობელო. ნახეთ ეს ღვთისმშობლის წყალობა აქვს მეოხება, მაგრამ ღირს მყვენ ადამიანს შეუძლია ეს და ქართულს უქნია რომ ისე იცხოვროს ჯვარიწერია რომ მისი წყალობას ღირსი არ გახდეს, ვერ გახდეს. და როგორ გძენ მე მოხდა ესა შენსა შეწოდებულსა და აჩვენ მარადის ძლიერება შენი. აქ ყველაფერია გამოთქმული პათოსი, სული როგორ უნდა ქართველი როგორ ნოცულობდეს და ასე თუ თავდაბლობა აქ ასად არ ჩანს რომ აბა შემეწია ღვთისმშობელო და აბა არ დაუშვა. პირიქით სიმდაბლე წოდა, სიმდაბლე არის საკუთარი წოდების განცდიდან გამომდინარე ყოველთვის თუ სიმდაბლეა და აქედან არის ასწავლა, როცა ასე ილოცებს ქართველი, როცა თუ ღმერთი დაუშვებს, არც იმ ძოლის შეგვეშინდება და ნებისმიერ ამ ზათვარ ჩვენიერი და ეს არ არის ტრაბახის, არ არის ქადილი, ეს არის რეალობა და ღმერთი გავაკეთებინებს კიდეც იმას, მაგრამ დღეს როცა ლოცვის გვაქვს საშუალება მადლობა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ეს ცოტა სოდი ნიშნავს, რომ ღმერთის მადლი გამოვითხოვოთ, ჩვენ ცნებებით დაცვით და ქრისტიანულ ცხოვრებით ღვთის სიყვარული აღვასრულოთ, მოყვასი შევიყვარო და უფალი აუცილებლად შეგვეწევა და მას ყველაფერი მასზე ძლიერი ვერავინ ვერ მოვა და ვერ დაგვიშავს ვერაფერს. უფალმა აღვიქვა, რომ და ამის ისტორია სიყვარული ფაქტი გვაქვს, რომ ქრისტიანს როგორ უნდა მოწყო, შენ თავზე თმის ღერიც კი დათვლილი მაქვს. ანუ თმის ღერი არ ჩამოვარდება, ისე უყვარს ადამიანს, უკაცრავად ღმერთს ადამიანი და მით უმეტეს ჩვენიერი. უნდა ვთქვათ, რომ ნახეთ, ისო პადრე შეგვაგონებს, რომ როგორ დავით მეფსალმუნეში, რომ უფალმა ძალი ერსა თუ ისა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერთვის მშვიდობით. ერსა მოსცეს კი არა, ერსა თუ ისა მოსცეს. და ამიტომ ერსა თუ ისა ეს ჩვენც უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწისშვილები ვარ და უფალს განსაკუთრებით ფარლობის ქვეშ ვყავართ, ფაქტია. რომელიც აქ მოგვიყვანა და ეს ძალიან დიდი იმედია, ჩვენ ძალიან დიდი რწმენა იმისა, რომ უფალი არ დაგვიტევებს, თუ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაქცეთ ზურგი ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს მამა ირაკლი და დიდ მადლობას მოგეხსენებთ სტუდიაში მოგზაურობისთვის და გიმშვიდობებით. თქვენც მადლობა. ნაზავადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მგზნობსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.